კითხვა ნომერი 6. ყოველ უჯრაში შეცვალეთ ფორმულა ისე, რომ მან დაგვიწეროს math to quarter to total სწვერის მონაცემი უდრის quarter to goal მონაცემს და წინავდა შემთხვევაში დაგვიწეროს მის. დავდგეთ უშუალოდ ფორმულაზე და ნახოთ მისი ჩანაწერი, რომელიც გვეუბნება შემდეგს. თუ L 10 უჯრის მონაცემი უდრის N 10 უჯრის მონაცემს, მაშინ ფორმულა დაგვიწეროს შედეგად math თუ არა და N 10 უჯრის ჩანაწერს. ჩვენი მიზანია, რომ ფორმულის აი ამ პირობის უზუსტობის შემთხვევაში მივიღოთ ჩანაწერი მის, ამიტომ N 10 უჯრის ნაცვლად აქ ჩავწერთ ჭრალებში მის. დავუწევთ enter-ს და ნახავთ, რომ ფორმულა სასურველი შედეგი მოგვცა, ამით პირველი საკითხი სრულად არის პასუხი-გაცემა. გადავიდეთ შეკითხვა ნომერ 2-ს. შეცვალეთ margins page setup გაყოფილებიდან შემდეგნაირად. Left და right უდრიდეს სამთელ ორს, header და footer უდრიდეს ერთთელ ორს, ხოლო top and bottom უდრიდეს ორმთელ სამს. ამიტომ შევიდეთ page layout მენიუში, ჩამოშალოთ size ქვემ menu და ავირჩიოთ more paper size, რომელიც გამოაჩენს აი ამ dialog-ის პანელს, გადავიდეთ margin გვერდზე და შევიყვანოთ სასურველი მოცემული პარამეტრები. ესე იგი, left and right უდრიდეს სამთელ ორს, წერთ left-ში სამთელ ორს და right-ში სამთელ ორს. Header და footer უდრიდეს ერთთელ ორს, ანუ აქაც წერთ ერთთელ ორს. და footer-შიც წერთ ერთთელ ორს. ხოლო top და bottom უდრიდეს ორმთელ სამს, ანუ top-ში წერთ ორმთელ სამს და bottom-ში წერთ ორმთელ სამს. ვაწერთ OK-ს და ამით printer-ის პარამეტრებიც სრულად არის გაყენებული. ეს ახლა კითხვა ნომერი 6, დაგვიშლობით მომავალ საკითხებამდე. მადლობა ყველაფერთვის.